ემიგრანტებს დიდი პატივისცემით ჩვენ უკვე დავიწყეთ წინასაარჩევნო კამპანია. ახლა დღეს ვიწყებთ რეგიონულ შეხვედრებს თქვენთან, ჩვენო ძვირფასებო და გვიწევს ისეთი საარჩევნო კამპანიის წარმოება, რომლის ფინალიც არის არჩევნები, რომელზეც არ არის მარტივი რამ დამოკიდებული. ეს არ არის სტანდარტული არჩევნები. გაცილებით მეტი ამ არჩევნებზე დამოკიდებული ვიდრე ყველა სხვა სტანდარტულ მსგავს სიტუაციაში. ერთადერთი სიმარტივე, რაც ამ არჩევნებთან ახლავს, არის ძალიან მკვეთრი განსხვავება თეთრსა და შავს შორის, ბოროტსა და კეთილს შორის, ტყუილსა და სიმართლეს შორის. არჩევანი შესაბამისად გამოდის ძალიან მარტივი. საკუთარ თავს ყველა ამომრჩეველმა უნდა დაუსვას შეკითხვა, რა არის ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის მთავარი ოცნება, ქართული ოცნება. ერთიანი საქართველო, უწყვეტი მშვიდობა, ოჯახების კეთილდღეობა, შენარჩუნებული ტრადიციული ღირებულებები, რეალურად დამოუკიდებელი საქართველო, მართლმადიდებლური ფასეულობები და ასე შემდეგ. და თუ ამ ყველაფერზე ჩვენ ყველანი თანხმდებით და საკამათო არაფერია, შემდეგ კითხვაზეც მარტივი გამოდის პასუხი ძალიან. ვის პირობებშია გარანტირებული ეს ყველაფერი? ვის პირობებშია, ვისი მმართველობის, ვისი ხელისუფლების პირობებშია გარანტირებული მშვიდობა, დეოკუპაციის და ევროინტეგრაციის გზაზე სწორი სვლა, ტრადიციული და მართლმადიდებლური ღირებულებების და ფასეულობების შენარჩუნება და ვის პირობებში შეიძლება დაიტრაბახოს ქართველმა, საქართველოს მოქალაქემ, რომ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები მხოლოდ საქართველოში მიიღება. პასუხი აქაც ქართული ოცნებაა. უნდა გადავრჩეთ ფიზიკურად, უნდა გადავრჩეთ სულიერად და გავაგრძელოთ ღირსეული სვლა და განვითარება ევროპისკენ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით და ჩვენი ქართული იდენტობის, ქართული ეროვნული სულის და რწმენის შენარჩუნებით. მთელ მსოფლიოს უნდა დავანახოთ, რომ პატრიოტი ქართველის გარედან მართვა შეუძლებელია. ბევრი რამ შეიძლება დათმოს ქართველმა კაცმა თუ ქალმა, გარდა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისა. ყველა გარე აქტორს შეგვიძლია მოუწოდოთ, რომ პატივის ცენტა საქართველოში თანამშრომლობ მათთან, ვისაც ირჩევს ქართველი ხალხი, ვისაც ირჩევთ თქვენ, პატივცემულო მეგობრებო, და არა მათთან, ვისაც ისინი აირჩევენ და შეარჩევენ. ადამიანი, რომელიც თავის სამშობლოს ყიდის, მის პატრონსაც გაყიდის და პირველივე შესაძლებლობებისთანავე გააკეთებს ამას. დაქირავებულ აგენტს პრინციპული მეგობარი, რა თქმა უნდა, ჯობია. ეს უნდა დაგვიჯერონ და ამაზე მეც აღარ გავაგრძელებ. ჩვენს ამომრჩეველს კი მოუწოდებთ, რომ მოგცენ გაცილებით მაღალი, ანუ საკონსტიტუციო დონის ლეგიტიმაცია, მეტი დამოუკიდებლობის, მეტი სიამაყის, მეტად გარანტირებული მშვიდობის, მეტი კეთილდღეობის, ეროვნული ღირსების და ტრადიციების დაცვის გაცილებით მაღალი ხარისხის უზრუნველყოფისათვის. იმისათვის, რომ ერთიან საქართველოში ასობით თაობის შემდეგაც კი ქართველს, აფხაზს, ოსს და ასე შემდეგ, ჩვენი ქვეყნის ყველა შვილს იგივე მრწამსი მენტალობა და შეხედულებები კონდეს. ამის განმტკიცება და ჩადუღაბებას, ასე ვთქვათ, გაცილებით მაღალი ლეგიტიმაცია ჭირდება, ვიდრე ჩვეულებრივი უმრავლესობაა. მოდი შევთანხმდეთ, რომ ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით საერთო ქართული ოცნების ახდენაში. ფაქტია, რომ ამ ქვეყანას ქართული ოცნების სასრულებისათვის დაჭირდა უთანასწორო ბრძოლა მშვიდობის, ღირსების, კეთილდღეობის, ევროპული ოჯახის წევრობის და სიამაყისათვის. და ჩვენ ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ, რადგან ყველაზე მთავარი ქართველი ხალხი და სიმართლე ჩვენს მხარესაა. მე დარწმუნებული ვარ თითოეულ თქვენგანს, ჩვენ ყველას ერთად მტკიცედ გვჯერა, რომ 2024 წლის 26 ოქტომბერი კიდევ ერთი ისტორიული
გამარჯვების თარიღი იქნება. ახლა კი ტრიბუნასთან თხოვ პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარეს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. მივესალმები მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მოსახლეობას, ჩვენს ამაღ და ღირსეულ ხალხს. მივესალმები ქართული ოცნების ერთგულ ჯარისკაცებს, მხარდამჭერებს, ყველას, ვინც უკვე 12 წელია გვერდში უდგას ჩვენს პარტიას და თანამონაწილეა იმ ისტორიული ტრანსფორმაციული პროცესებისა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს. მეგობრებო, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის და მადლობა ერთგულებისთვის და ნდობისთვის. დღეს ჩვენ დავიწყეთ რეგიონული ღონისძიებები და პირველი შეხვედრა სწორედ თქვენს რეგიონში იმართება. ამ ისტორიულ ულამაზეს ადგილას მცხეთაში. ყველას კარგად გვახსოვს 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნები და ისტორიული გამარჯვება, რამაც რადიკალურად უკეთესობისკენ შეცვალა სიტუაცია ჩვენს ქვეყანაში. გვახსოვს როგორი გაუსაძლისი ვითარება იყო იმ დროინდელ საქართველოში. საშინელი ტერორი და შიში სუფევდა მთელს ქვეყანაში. ხდებოდა ხელისუფლების დაკვეთით შესრულებული მკვლელობები, ხალხის წამება და არაადამიანური მოპყრობა, ჩაგვრა, უსამართლობა, ბიზნესის რეკეტი, თავისუფალი სიტყვის ჩახშობა, არ არსებობდა თავისუფალი მედია, ხდებოდა სხვა უამრავი სისტემური დანაშაულებები. ამ და სხვა უბედურებასთან და ბოროტებასთან ერთად ნაციონალური მოძრაობის ანტიეროვნულ ხელისუფლებამ თავიდან ვერ კი არა, არ აირიდა ყველაზე დიდი უბედურება ომი. საქართველოში ჯერ დააბრუნეს რუსეთის ჯარი, რომელმაც ჩვენი ქვეყანა დატოვა 2007 წელს, ჩააბარეს ჩვენი ძირძველი ტერიტორიები და მოახდენეს მათი ოკუპაცია, დაუკარგეთ დამატებით 100-ზე მეტი სოფელი, რომელიც აგვისტოს ომამდე ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის ქვეშ იყო, ფაქტიურად აჩუქეს გადასცეს კოდორის ხეობა, მივიღეთ ათასობით დევნილი საკუთარ ქვეყანაში და დაუკარგეთ ასეულობით ჩვენი გმირი სამხედროები, პოლიციელები, მოქალაქეები და ყველას გვახსოვს ომი დამთავრებული არ იყო. გმირების სხედრები არ ყავდათ გამოყვანილი და დაკრძალული. რუსთაველის გამზირზე შეკრიბეს ჩვენი ხალხი და აზეიმეს ეს ყველაფერი. ხოლო შემდეგ ხელი მოაწერეს მოღალატეობრივ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო რეზოლუციას და რამდენიმე თვეში ისევ რუსეთს გადასცეს საკუთარი ნებით უამრავი სტრატეგიული ენერგეტიკული ობიექტები, სამმხრივად გაუხსნეს უვიზო რეჟიმი და ცხოვრება გააგრძელეს ისე თითქოს არაფერი არ მომხდარა მათ და მთელმა მსოფლიომ. მალევე ომის დამთავრებისთანავე ჯერ დევნა დაუწყეს ჯარისკაცებს, პოლიციელებს, საჯარო მოხელეებს. შემდეგ სასტიკად გააძლიერეს ჩვენი ხალხის ჩაგვრა და ტანჯვა. ქვეყანაში იყო სრული უიმედოობა, უპერსპექტივობა და ნიჰილიზმი. ასევე გვახსოვს სააკაშვილის დაანონსებული ხედვა, რომ აშენებდა სინგაპურის მსგავს სისტემას, ოღონდ რა თქმა უნდა ესეთივე სინგაპურის მოდელი იქნებოდა, როგორც ბრჭყალებში დემოკრატიის შუქურას იყო თავად. იმ დროინდელ საქართველოში არ არსებობდა, მეგობრებო, არავითარი თავისუფლება, არავითარი დემოკრატია, არავითარი ევროპასთან ინტეგრაცია არ მიმდინარეობდა. და ასეთი კაცი და მისი კრიმინალური ბანდა ხელისუფლებაში დარჩენას კიდევ 30 წელი აპირებდა, ანუ აპირებდა ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის ბოლომდე განადგურებას. და სწორედ ასე დროს, როცა ხალხს სამუდამოდ გადაწურული ჰქონდა ყოველგვარი იმედი
გამოჩნდა კაცი, რომელმაც ხალხს დაუბრუნა ეს იმედი, ჩვენი პარტიის დამფუძნებელი ბატონი ბიძინა ივანიშვილი. რომელმაც ჯერ დარაზმა გააერთიანა მთელი საზოგადოება და 2012 წლის 1 ოქტომბერს გაანთავისუფლა ხალხი ამ ურჩხულისგან და ჩვენი ქვეყანა გადაარჩინა. მას შემდეგ მეგობრებო, ქვეყანაში დაბრუნდა თავისუფლება და დამყარდა მშვიდობა. თავისუფლება დაუბრუნდა ხალხს. 1 ოქტომბრის გამარჯვება მოიტანა ერთადერთი უპრეცედენტო უწყვეტი 12 წლიანი მშვიდობიანი პერიოდი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რამაც განაპირობა ხელშესახები პროგრესი ყველა მიმართულებით. ქვეყნის ეკონომიკა სამჯერ გაიზარდა ეროვნულ ვალუტაში, 27 მილიარდი ლარიდან 85 მილიარდ ლარამდე. განვითარება და წინსვლა გვაქვს ყველა სფეროში. ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, წარმოების, ენერგეტიკის, განათლების, ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ძლიერდება დემოკრატიული ინსტიტუტები, ძლიერდებიან ძალოვანი უწყებები, რომლებიც იცავენ ჩვენი საზოგადოების ურთიერთობებას და ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას. გვაქვს სერიოზული მიღწევები საგარეო პოლიტიკაშიც. ქვეყანა 12 წელში გახდა ევროკავშირის კანდიდატი. მივიღეთ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი და თავისუფალი ვაჭრობა. გაიხსნა სხვა დიდი ბაზრები. ჩინეთის 1.4 მილიარდიანი ბაზარი. რუსეთის ბაზარი. მოხდა დივერსიფიკაცია და ქვეყანა გახდა უფრო სტაბილური და სიტუაცია უფრო პროგნოზირებადი. სწორედ თავისუფლების და მშვიდობის შედეგია, რომ ვითარდება დღეს ბიზნესი. იქმნება ახალი სამუშაო ადგილები. სიღარიბე და უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმამდეა შემცირებული. ამასთანავე დაგეგმილი არაერთი მასშტაბური საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტების განხორციელება და რაც მთავარია, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის კონტინენტზე მიმდინარე ყველაზე რთული კრიზისის დროს რუსეთ-უკრაინის ფართომასშტაბიანი ომის დაწყებისთანავე და ჯერ კიდევ მანამდეც უამრავი დესტრუქციული და პროვოკაციული მცდელობების მიუხედავად, რომელიც ხორციელდებოდა შიდა მტრების და გარე ძალების ერთიანი კოორდინირებული მოქმედებებით. მადლობა ღმერთ, ჩვენ შევძლებთ და შევინარჩუნეთ მშვიდობა და თავიდან ავერიდეთ ომი, ქაოსი და უბედურება. განადგურებისგან ვიხსენით ჩვენი ხალხი და ქვეყანა. მეგობრებო, 26 ოქტომბერს ისევ ეს ბოროტი ძალა უპირისპირდება ჩვენს ხალხს. ოღონდ ამჯერად უკვე სახეცვლილი, ხელოვნურად გაყოფილი და გაშლილი მრავალ ფრონტზე. ხალხის დასაბნევად და მოსატყუებლად. ამ დროს ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რომ არ არსებობს სხვა ალტერნატიული ძალა. არ არსებობს სხვა ალტერნატიული ოპოზიცია თუ კოალიცია. არც ძველი და არც ახალი ნაციონალური მოძრაობა, არამედ მათი სახელი უცვლელი, ეს არის კოლექტიური, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ერთიანი ბოროტი და ანტიეროვნული ძალა, რომლის მიზანია მხოლოდ ხელისუფლებაში დაბრუნება, მხოლოდ პირადი ინტერესები, პირადი კეთილდღეობა, რომ მხოლოდ თვითონ იცხოვრონ კარგად ისე როგორც ადრე ცხოვრობდა ეს უსამართლო ჩაგვრელი ელიტა. მათი სურვილია ქვეყანაში კიდევ უფრო უარესი რეჟიმის შექმნა, ვიდრე მანამდე ჰქონდა შექმნილი. სამუდამ დიქტატურის დამყარება და ხალხის ბოლომდე დაჩაგვრა და განადგურება. ჩვენი ქვეყნის ინტერესების ღალატი და სხვა სახელმწიფოების ინტერესების გატარება, მათი მსახურება, ომი და ქაოსი. ქართულმა ხალხმა, სურფასო მეგობრებო, ეს უბედურება უკვე გამოსცადა. უკვე ნახა თუ რამხელა განსაცდელი მოაქვს საკუთარი ხალხის და ქვეყნის ინტერესების მოღალატე აგენტურის მმართველობას. ამიტომ 26 ოქტომბერს ისევ ჩვენი ლიდერის ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინამძღოლობით თქვენთან ერთად, ჩვენს ხალხთან ერთად კიდევ ერთხელ უნდა გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა და აღარასოდეს აღარ უნდა მივცეთ ხალხის ჩაგვრებ ბოროტ ძალას ხელმეორედ ჩვენი ქვეყნის და ხალხის განადგურების უფლება. სამწუხაროდ დღეს ისევ ეს ანტიეროვნული აგენტურა აცხადებს პრეტენზიას ხელისუფლებაში დაბრუნებაზე და გავიმეორებ, რაც ბევრჯერ თქმულა, რომ ასეთ ბოროტებას არა თუ ხელისუფლებაში, არამედ პოლიტიკაში დარჩენის საშუალება აღარ უნდა მივცეთ. 26 ოქტომბერს ჩვენი ხალხი გააკეთებს არჩევანს
ომსა და მშვიდობას შორის. აირჩევს კოლექტიურ ომის პარტიას ან მშვიდობის პარტიას. აირჩევს ან უცხო ძალების მსახურ, ხოლო საკუთარ ინტერესებზე მზრუნველ ძირძველი ტერიტორიების და მიწა-წყარის გამყიდველ ძალას, ან აირჩევს ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესების მსახურ, მშვიდობიან განვითარებაზე მზრუნველ ძალას. ისტორია გვასწავლის ბევრ მაგალითს, რომ ზოგჯერ ხალხი უკეთესის ძიებაში ირჩევს უარეს. ამიტომ ჩვენ გმართებს სიფრთხილე და გონიერება. დღეს ქართულ ოცნებას ალტერნატივა არ ყავს. ვინაიდან იგი წარმოადგენს ერთადერთ პასუხისმგებლიან პოლიტიკურ ძალას, რომელიც არის მშვიდობის, კეთილდღეობის და ევროპული მომავლის გარანტი. თურფასო მეგობრებო, 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ ყველა არჩევნებში. და ისევ ერთად ბრძოლით 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს ქართული ოცნება და ქართული ხალხი. გაუმარჯოს საქართველოს, მერტი იყო ჩვენი ფარველი. მინდა ვთხოვო სიტყვით მოგმართოს კახა კალაძეს, ჩვენი პარტიის ერთ-ერთ გამორჩეულ ლიდერს, გენერალურ მდივანს და ქალაქ თბილისის მერს. მოგესალმებით. ჩემო თანამებრძოლებო, მიხარია რომ ამდენ გულანთებულ ადამიანს ხედავ დღეს. მივესალმები ცხეთამთიანეთის მოსახლეობას. მივესალმები მთელ საქართველოს. ჩვენი ქვეყნის უძველესი დედაქალაქიდან. ამ წმინდა ადგილთან ასოცირდება ქართული ქრისტიანული კულტურა. ცხეთამთიანეთის მხარეშია აღმართული ჩვენი ყველაზე დიდი სალოცავები. აქ არის დაბრძანებული უფლის კვართი, როგორც სიმბოლო ქრისტიანობასთან ქართველი ერის მარადიული კავშირისა. დიახ, ქრისტიანული კულტურა და ქართული ცნობიერება განუყოფელია, რადგან სწორედ ქრისტიანობა გახდა ის ფუნდამენტი, რამაც ქართველი ერი გააერთიანა და საფუძველი ჩაუყარა ერთიანი, ძლავრი ქართული სახელმწიფოს შექმნას. ამიტომაც არის, რომ ქართველისთვის სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა მართლმადიდებლობის დაცვასთან არის გაიგივებული. ეს ბრძოლა, ჩემო მეგობრებო, დღესაც გრძელდება. ჩვენ ვხედავთ, რა მასშტაბის შეტევა მოდის ქართულ ეკლესიაზე, ჩვენს ტრადიციებზე, ყველა იმ ფასეულობაზე, რაც ქართული სახელმწიფოს ფუნდამენტია. ფსევდოლიბერალიზმით შენიღბული ფაშიზმი ცდილობს გაანადგუროს თავარი ღირებულება, რაც ძვირფასია თითოეული ქართველისთვის, რწმენა, ოჯახი, სამშობლო. მეგობრებო, შემთხვევით არაა, რომ ქართული ოცნება წინასაარჩევნო შეხვედრებს მცხეთიდან ვიწყებთ. სწორედ აქედან ვაძლევთ საქართველოს მოსახლეობას თავარ პირობას. ძლიერი მართლმადიდებლური ეკლესიით, ძლიერი ოჯახის ინსტიტუტით, ქართული კულტურისა და ჩვენი ტრადიციების დაცვით, მშვიდობიანი განვითარებით გავაგრძელებთ გზას მომავლისკენ, რათა გავამთლიანოთ და გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა და ღირსეული ადგილი დავიმკვიდროთ ერთიან ევროპულ ოჯახში. მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ კეთილდღეობით, მხოლოდ ევროპისკენ. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება და მიდგომები თუ როგორ ხედავთ ჩვენი ქვეყნის მომავალს. ყველას კარგად ესმის გამოწვევები, რის წინაშეც აღმოჩნდა საქართველო. მართლა ძალიან რთულია. ჩვენ ნახეთ, როგორ ცდილობენ თეთრზე შავის მტკიცებას, როგორ უტიფრად გვიცხადებენ, რომ გამჭვირვალობის უფლება არ გვაქვს, როგორ ამკვიდრებენ დემოკრატიის სახელით ფაშიზმს, როგორ სურთ თავს მოგვახვიონ თავიანთი ინტერესები, რაც შეუთავსებელია ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან. თუმცა არ არსებობს იმაზე დიდი ძალა, რაც ჩვენს ერთობას მოაქვს. ამის მაგალითია 2012 წელს
ბიძინა ივანიშვილის გარშემო გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობის ნება, რამაც ნიღაბით ჩამოხსნა დემოკრატიის შუქურად შერაცხულ სააკაშვილის რეჟიმს და ვარი უთხრა ძალადობას, სიცრუეს, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვას. ასეთი ერთობით, ასეთი მხარდაჭერით ჩვენ ყველანაირ დაბრკოლებას დავძლებთ, ყველანაირ სირთულის ბარიერს გადავლახავთ. ყველაზე დიდი ძალა ხართ თქვენ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, რომელსაც ვერავინ წაართმევს არჩევანის უფლებას, იცხოვროს მშვიდობიან გარემოში, დაიცვას საკუთარი რწმენა და ტრადიციები და გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. მეგობრებო, თქვენი მხარდაჭერის გარეშე, თქვენი თანადგომის გარეშე შეუძლებელია რაიმე წარმატებაზე საუბარი. უნდა გვახსოვდეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წყვეტს არა პოლიტიკური პარტიების ბედს, არამედ ქვეყნის ბედს, ჩვენი სამშობლოს მომავალს. ყველაფერი თქვენს ხელშია, ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე. ჯერა საქართველოს არჩევანი იქნება მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ სვლა. ეს ჩვენი ქვეყნის განვითარების, გამთლიანებისა და გაძლიერების საწინდარია. ეს ჩვენი შვილების ბედნიერი მომავლის გარანტია. ეს ჩვენი ვალია წინაპართა ხსოვნის წინაშე. გაუმარჯოს ჩვენს ქვეყანას, გაუმარჯოს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. მე დარწმუნებული ვარ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს მშვიდობა, გაიმარჯვებს ღირსება, გაიმარჯვებს ევროპისკენ ღირსეული სვლა, გაუმარჯოს ქართულ ოცნებას, გაუმარჯოს საქართველოს და ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნის მფარველი. ქალბატონებო და ბატონებო, მოგეხსენებათ, რომ ქართული ოცნება ერთადერთი პარტიაა, რომელსაც საშუალება აქვს, რომ საქართველოს პარლამენტში, საკანონმდებლო ორგანოში ყავდეს თავისი წარმომადგენლები. ყველა 30-ვე დელეგატი ახალი კანონის თანახმად, როგორც ეს არის, მხოლოდ ქართულ ოცნებას ეყოლება საქართველოს პარლამენტი და თქვენ იცით, რომ ჩვენი მხრიდან ტიტო ხუნდაძე არის დასახელებული დელეგატად ამ რეგიონს, ეყოლება ღირსეული წარმომადგენელი, რომელიც ახისთან, ირაკლისთან, ბატონ ბიძინასთან ერთად იბრძოდა და ერთი დღე არ გადაუხვევია ამ თავარი ღირსეული კურსისთვის. მე მინდა ვთხოვო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მოგმართოთ სიტყვით შალვა პაპუაშვილი. მოგესალმებით. ჩვენ ვიწყებთ საარჩევნო კამპანიას, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს დროს საქართველოს მოქალაქეებისთვის კიდევ ერთხელ ნათლად და მკაფიოდ ქართული ოცნების მიზნებისა და ამოცანების გაცნობას. ჩვენი მიზნებისა და ამოცანების ჩვენ საარჩევნო მოწოდებაშია გაცხადებული. მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ. ნიშანდობლივია, რომ ჩვენი მსვლელობა ქართულ ხალხთან ერთად მცხეთიდან იწყება. ეს არის ადგილი, სადაც ერთიანდება ჩვენი სულიერი, ისტორიული და კულტურული თვითყოფადობა. ადგილი, სადაც თავს იყრის საქართველოს უძველესი და ახალი ქრისტიანული ეპოქა. ყოველი ქართველისთვის საკრალური და წმინდა ადგილი, საქართველოს ერთიანობის, ძლიერების და მარადიულობის ნიშანსვეტი. ეს მხარე კავკასიის კარია, საქართველოს ჩრდილოეთის კარიბჭის ღირსეული მცველი, სვეტიცხოვლის, გერგეთის სამების და ლაშარის ჯვრის მადლით განმტკიცებული. სწორედ ამიტომაც არის ბევრი ბრძოლის, ბევრი გამარჯვების მომსწრე და მონაწილე მცხეთა, ერწოთიანეთი, ფშავი, ხევსურეთი, მთიულეთი, ხევი, გუდამაყარი, ქსნისხევი, საქართველოს ისტორიის ნამდვილი მემატიანე. ისტორიულმა ქარტეხილებმა საქართველოს ბევრი იარა დაუტოვა, დაკორტნა და დაგლიჯა ჩვენი სამშობლოს სხეული. ამიტომ არის ქართული ოცნების უმთავრესი ამოცანა, ჯერ კიდევ ცოცხალი იარების მოშუშება და ჩვენს ოს და აფხაზ თანამოქალაქეებთან ერთად ერთიანი, ძლიერი, ტრადიციების პატივისმცემელი, ღირსეული ქვეყნის შენება. ამ სანუკვარ მიზანს განუხრელად სჭირდება მშვიდობის შენარჩუნება, ვინაიდან ამ ომს მხოლოდ მშვიდობით მოვიგებთ. ამ ადგილმა ყველაზე კარგად იცის, თუ რამდენად რთულ და საფრთხეებით სავსე რეგიონში ვცხოვრობთ. თუმცა ზუსტად ამ მდებარეობამ გამობრძმედა და ჩვენი ხალხის გენეტიკურ მეხსიერებაში ჩაბეჭდა ქარტეხილებთან ბრძნულად გამკლავების უნარი.
დღესაც ისტორია მეორდება. დღესაც გვიწევს, რომ მტკიცეთ თანმიმდევრულად, ნაბიჯ-ნაბიჯ დავიცვათ საქართველოს ჩვენი ხალხის ინტერესები. და ეს მაშინ, როდესაც ცეცხლის ალში გაეხვალ ამის ნახევარი სამყარო. ეს მაშინ, როდესაც უსამშობლო ძალები ცეცხლზე ნავს ასხამენ და სარგებლის მიღების მიზნით საკუთარი ხელით არყევენ საკუთარ ქვეყანას. ამ რთულ ჟამს ჩვენი ხალხის სიბრძნით ზურგამაგრებულები მტკიცეთ დავდექით, ერთგული დარჩით ჩვენი ქვეყნის ინტერესების და არ დავუშვით ქვეყნის საომარ ველად გადაქცევა. თუმცა საფრთხეები არსად გამქრალა. ამიტომ ამ არჩევნებზე ხმას ვაძლევთ არა მხოლოდ ამ ქვეყნის ხელისუფლებას, არამედ საქართველოს მშვიდობიანი მომავლის ხედვას. მეგობრებო, როცა ვსაუბრობთ ღირსებაზე, პირველ რიგში გულისხმობთ საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვას. უსამშობლო ძალები იმასაც კი ცდილობენ, რომ ეროვნულ ინტერესებზე საუბარი სათაკილო გახადონ. მათ გასაგონად, ვინც სხვის დროშას იფიცებს და სხვის ჰიმნს იზეპირებს, მინდა ვთქვა, ეროვნული ინტერესები არის უპირველესი საზომი ყველა ღირსეული ერის, ღირსეული ქვეყნის და ღირსეული ხელისუფალის. ღირსებაა ჩვენი თვითყოფადობა და მისი პატივისცემა, საკუთარი კულტურისა და ტრადიციების შეცნობა და გააზრება. ღირსებაა შენი წინაპრების ღვაწლის დაფასება, ღირსებაა შენი ოჯახის, მეგობრების, ქვეყნის სიყვარული, ღირსებაა გიყვარდეს შენი სამშობლო და მას აყენებდე ყველაზე მაღლა. ამიტომაც ჩვენი გზა არის და იქნება ღირსეული, რადგან ამის გარეშე ყველაფერი ასკარგავს, უბრალოდ ფუჭია. ქართველი კაცი უაღრესად ამაყია და თავმოყვარე, ნიჭიერი და მშრომელი. სხვაგვარად არ გვექნებოდა ეს სიდიადე, ჯვარი, სვეტიცხოველი თუ სამთავრო. ჩვენი ვალი ამ ნიჭის გამოსავლენად საუკეთესო პირობების შექმნა. ჩვენ ჯერ კიდევ გვიწევს წინა ხელისუფლების მძიმე მემკვიდრეობის გამოსწორება, თუმცა დღეს ჩვენ უკვე გავანახევრეთ უმუშევრობა, სამჯერ შევამცირეთ სიღარიბე, გავაორმაგეთ ეროვნული შემოსავალი ერთსულ მოსახლეზე და ვართ ევროპის ლიდერი ქვეყანა ეკონომიკური ზრდის ტემპით. თითოეული ქართული ოჯახისთვის კეთილდღეობის არსებითად გაუმჯობესება არის ჩვენი დაპირებაც და მიზანიც. ვინაიდან მხოლოდ ეკონომიკურად ძლიერი საქართველო არის მშვიდობის, ერთიანობის და ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობა. მეგობრებო, საქართველოს ევროპული გზა სწორედ აქ, მცხეთაში განისაზღვრა და მას ისტორიული ბეჭედი ქრისტიანობამ მეოთხე საუკუნეში დაუსვა. დღეს, როცა ქართული ქრისტიანობის აკვანთან ვართ შეკრებილები, უნდა გვახსოვდეს და სხვებსაც შინ და გარეთ შევახსენოთ, რომ ევროპა და ევროკავშირიც ქრისტიანულ ღირებულებებზე აღმოცენდა. სწორედ ეს ევროპული ღირებულებები არის საქართველოს, როგორც ევროპული ცივილიზაციის თანაშემოქმედის მთავარი ღერძი და ჩვენი მოსახლეობისთვის მიცემული პირობა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ქვეყნის ისტორიაში იშვიათია მომენტები, როდესაც გადამწყვეტია მთელი ერის და ბერის, ქალის და კაცის, ახალგაზრდის და ასაკოვანის გამოსვლა და საკუთარი სიტყვის თქმა. თანამედროვე ისტორიაში ასეთი დღე ალბათ მხოლოდ დამოუკიდებლობის რეფერენდუმი იყო. მე-13 საუკუნის თავზე, 26 ოქტომბერს, ეს მომენტი ჩვენი ერის ცხოვრებაში კიდევ ერთხელ დადგება. და როგორც 1991 წლის 31 მარტს, ახლაც ქუდზე კაცი უნდა გავიდეთ და ვთქვათ: გვინდა ვმართოთ თუ გვინდა რომ გვმართონ? გვინდა ჩვენი ინტერესებით ვიმოქმედოთ თუ სხვების ინტერესებს მივყვეთ? გვინდა მშვიდობა და აღშენებლობა თუ გვინდა ომი და ნგრევა? გვინდა ღირსეულად გავაგრძელოთ საქართველოს ისტორია თუ გვინდა ჩვენ შვილებს მხოლოდ წიგნებში ასწავლიდნენ, რომ ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო? გვინდა მამული, ენა, სარწმუნოება თუ გვინდა რომ ქართველებს სხვები გვიხსნიდნენ, რას გულისხმობდა ილია? სწორედ ამიტომ 26 ოქტომბერი ჩვენი დამოუკიდებლობის მეორე რეფერენდუმია, სადაც ყველამ, ვისაც თავზე ქუდი და მანდილი ახურავს, თავისი ღირსეული სიტყვა უნდა თქვას, მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ. დიდი მადლობა, ღმერთი იყოს ჩვენი სამშობლოს მფარველი. ბევრმა ჩვენგანმა უთანასწორო ბრძოლა ვახსენეთ და ისევე როგორც ეს ადამიანები განსაკუთრებული როლი და წინახაზზე დგომა
უჭირავს და უწევს ამ ბრძოლაში საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს, რომელსაც მინდა ვთხოვო სიტყვით მოგმართოთ. მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით საქართველოს გამორჩეულად ღირსეული და გამორჩეულად ლამაზი რეგიონის ხეთამთიანეთის თითოეული კუთხის წარმომადგენლებს, მოგესალმებით ქართული ოცნების წევრებს, ხარდამჭერებს, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს, მივესალმებით ჩვენი პოლიტიკური გუნდის გამორჩეულ წევრს ბატონ დიმიტრი ხუნდაძეს, რომელიც 2012 წლიდან დგას ბრძოლის წინახაზზე და მარჩვენებზე არის ჩვენი დელეგატი მცხეთამთიანეთის რეგიონში. რეგიონულ საარჩევნო შეხვედრებს ვიწყებთ მცხეთაში, გაერთიანებული საქართველოს პირველ დედაქალაქში. ქალაქში, სადაც საქართველო ქრისტიანულ სახელმწიფოდ გამოცხადდა. სახელმწიფოებრიობა და ქრისტიანობა არის ორი უმთავრესი ღირებულება, რომლისთვისაც ქართულ ხალხს თავგანწირული ბრძოლა არასოდეს შეუწყვეტია. სახელმწიფოებრიობა და ქრისტიანობა არის დღესაც ის ორი ფასეულობა, რომლის დასაცავად არც ერთი ნაბიჯით უკან არ შეიძლება დავიხიოთ და არც დავიხევთ. ქართულმა ოცნებამ 2012 წლიდან დღემდე 8 არჩევნებში გაიმარჯვა. ყოველი არჩევნები იყო უკიდურესად პრინციპული ჩვენი ქვეყნისთვის. ყოველ არჩევნებზე წყდებოდა მშვიდობის, თავისუფლების, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, დემოკრატიისა და ეკონომიკური წინსვლის ბედი. საბედნიეროდ, ქართველი ხალხი არჩევანს ყოველთვის მშვიდობის, თავისუფლების, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, დემოკრატიისა და ეკონომიკური წინსვლის სასარგებლოდ აკეთებდა. შესაბამისად, გასული 12 წლის განმავლობაში საქართველოს ჰქონდა უპრეცედენტო წინსვლა ყველა მიმართულებით. ქართული ოცნების ხელისუფლება არის პირველი ხელისუფლება საქართველოს უახლოეს ისტორიაში, რომლის დროსაც ქვეყანას ომი არ ჰქონია. 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის შედეგად საქართველოში აღიკვეთა ადამიანების კლოლობის, წამების, არაადამიანური მოყვრობის სისტემური პრაქტიკა, გათავისუფლდა ბიზნესი, დამკვიდრდა მედია პლურალიზმი, ტარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რის შედეგადაც ქვეყანაში მართლობას არა გარედან დანიშნული აგენტურა, არამედ ქართველი ხალხის მიერ დემოკრატიული წესით არჩეული ხელისუფლება ახორციელებს. უწყვეტმა 12 წლიანმა მშვიდობამ საქართველოს მოუტანა უპრეცედენტო ეკონომიკური წინსვლა. მხოლოდ გასული 3 წლის მანძილზე საქართველოს ეკონომიკა დოლარში 2-ჯერ გაიზარდა და მაღალი ეკონომიკური ზრდა ახლაც გრძელდება. 3-ჯერ გაიზარდა სახელმწიფო ბიუჯეტი. ამოქმედდა უპრეცედენტო მხარდაჭერის პროგრამა მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის. ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და რამდენჯერმე გაუმჯობესდა მოსახლეობის სოციალური დაცვის პაკეტი. 72-დან 75 წლამდე გაიზარდა ადამიანების სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა. რამდენჯერმე გაიზარდა საავტომობილო გზების, სკოლების, ბაღების, სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობის ტემპი. ყოველწლიურად ასობით მილიონი ლარით ფინანსდება სოფლის მეურნეობის პროგრამები, რამაც აგრარულ სექტორს უპრეცედენტო განვითარება მოუტანა. 5-ჯერ გაიზარდა ბიზნეს სექტორის ბრუნვა, 3-ჯერ გაიზარდა ხელფასები ბიზნეს სექტორში, 3-ჯერ გაიზარდა მრეწველობის ბრუნვა საქართველოში. განახევდა უმუშევრობა, 700.000-მდე ჩვენმა თანამოქალაქემ დააღწია თავი სიღარიბეს. საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. ეს არის ის პროგრესი, რომელიც ჩვენს ქვეყანას დემოკრატიულმა გარდატეხამ, უწყვეტმა 12 წლიანმა მშვიდობამ, ეკონომიკის განვითარების სწორ რელსებზე დაყენებამ, ბიზნესის თავისუფლებამ და სწორმა სოციალურმა პოლიტიკამ მოუტანა. ამ ყველაფრისთვის კიდევ ერთხელ მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს გვერდზე გადადო ყველაფერი. გვერდზე გადადო საკუთარი პირადი კეთილდღეობა და სიცოცხლის რისკის ფასად გაათავისუფლა საქართველო აგენტურის დიქტატურისგან. სწორედ ბიძინა ივანიშვილის ძალისხმევით 2012 წელს საქართველომ თავი დააღწია ავტორიტარულ რეჟიმს, რომელმაც საქართველოს ღირსების, დემოკრატიის, ადამიანის უფლების ფეხქვეშ გათხოვა, ომი და ტერიტორიების 20%-ის დაკარგვა მოუტანა. დღეს ჩვენთან ერთად არიან ცხინვალის რეგიონიდან დევნილები, რომლებიც წინა ხელისუფლების მიერ 2008 წელს ჩადენილმა და ნაშაულმა საკუთარ სამშობლოში დევნილებად აქცია. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ეს ადამიანები მშვიდობიანი გზით საკუთარ სახლებს დაუბრუნდნენ. მშვიდობა, ღირსება და ქვეყნის განვითარება არის ერთადერთი ალტერნატიო საშუალება, რომელიც ჩვენს ქვეყანას გამთლიანებას მოუტანს. მეგობრებო, მიუხედავად იმისა, რომ ყველა წინა არჩევნები უაღრესად პრინციპული იყო,
ამ არჩევნებს მაინც განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. ამ არჩევნებს აქვს 2012 წლის არჩევნების ტოლფასი დატვირთვა. 2012 წელს ქართულმა ხალხმა და ქართულმა ოცნებამ დავასრულეთ ნაცმოძრაობა ხელისუფლებაში. 2024 წელს ქართულმა ხალხმა და ქართულმა ოცნებამ უნდა დავასრულოთ ნაცმოძრაობა პოლიტიკაში. არ არსებობს მშვიდობა სამართლიანობის გარეშე. ნაცმოძრაობის გასამართლება 2008 წლის დანაშაულისა და სხვა მრავალრიცხოვანი სისტემური დანაშაულებისთვის ამ პოლიტიკური ძალის ქართული პოლიტიკიდან ჩამოშორება არის აუცილებელი იმისათვის, რომ საქართველოში აღარასდროს დაბრუნდეს ავტორიტარიზმი, ადამიანის ღირსების სპექტრში გათელვა, ყალბი ფასეულობები, ომი და რეგრესი და საქართველოს შეუფერხებლად განაგრძოს წინსვლა ყველა მიმართულებით. 26 ოქტომბერს საქართველოში ტარდება რეფერენდუმი, სადაც აუცილებლად დამარცხდება აგენტურა და გაიმარჯვებს დამოუკიდებელი საქართველოს სუვერენული ხელისუფლება. დამარცხდება ომი და გაიმარჯვებს მშვიდობა. დამარცხდება გარყვნილების პროპაგანდა და გაიმარჯვებს ქრისტიანული ფასეულობები. დამარცხდება ბნელი წარსული და გაიმარჯვებს საქართველოს ნათელი ევროპული მომავალი. 26 ჩვენი დღეა და 26 ოქტომბერს საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს. სვეტიცხოვლის ბადლი ფარავდეს სრულიად საქართველოს. დიდი მადლობა. ქალბატონებო და ბატონებო, თქვენ ჩემზე კარგად მოგეხსენებათ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ისტორია უფრო მკაფიოდ, სწორად აფასებს ხოლმე, ვიდრე ეს თითოეულ ადამიანს, რომელიმე ადამიანს შეუძლია სიტყვებში გამოხატოს. ამიტომ მე მინდა ვგთხოვოთ, ჩვენ ვგთხოვოთ ადამიანს, რომელსაც ალბათ ჩვენი წარდგენა არ ჭირდება, ბატონი ბიძინა ივანიშვილი. მოგესალმებით, სქეთელებო, დუშელებო, თიანელებო, მოხევეებო, შაველებო, ხევსურებო, გოდამაყრელებო, მოგესალმებით ცხინვალის რეგიონიდან დევნილებს. მოგესალმებით ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, რომელიც საქართველოს ამ ულამაზეს ხარეს სქეთათიანეთს წარმოადგენს. სიმბოლურია, რომ რეგიონებში ქართული ოცნების წინასაარჩევნო შეხვედრებს ვიწყებთ მცხეთაში, საქართველოს ისტორიულ დედაქალაქში. მცხეთიდან გააერთიანა ფარნავაზმა ჩვენი ქვეყანა და შექმნა პირველი გაერთიანებული ქართული სახელმწიფო. მცხეთაში ინახება უფლის კვართი, მცხეთაში აიგო პირველი ქართული ქრისტიანული ტაძარი, მცხეთაშია წარმომართული საქართველოს დედა ტაძარი სვეტიცხოველი. მცხეთაში გამოცხადდა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად, რამაც საქართველოს ქრისტიანულ და ევროპულ იდენტობას მტკიცე საფუძველი შეუქმნა. მცხეთაში განისვენებენ დიდი ქართველი პატრიარქები და მეფეები. აქ განისვენებენ პირველი ქართველი ქრისტიანი მეფე დედოფალი ნანა და მირიანი. აქ განისვენებს ერეკლე მეორე, რომლის სიბრძნე მათ საქართველოს ევროპული და ქრისტიანული იდენტობა შეუნარჩუნა. როგორც ლადო ასათიანი ამბობდა, სვეტიცხოვლის ტაძარში ასვენია საქართველოს ცხელი გული, რომლის ძგერა არასოდეს შეწყდება. ქართული გული და ქართული სული უკვდავია. სწორედ ეს გული და სულია ის, რამაც ჩვენ სამშობლოს ურთულეს სივრცეში 3000 წლების მანძილზე თავისუფლება და თვითმყოფადობა შეუნარჩუნა. მცხეთა თიანეთის თითოეული კუთხე არის ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული საუნჯი, რომელიც ქართულ სულსა და გულს, საქართველოს ღირსებას, თავისუფლებასა და თვითმყოფადობას, უნიკალურ ქართულ კულტურას განსაკუთრებული სიმტკიცითა და რუდუნებით იცავდა და იცავს. ეს არის 300 არაგველი სამშობლო, რომელიც არასდროს არავის დაუხრის თავს და ყველაფერზე მაღლა ყოველთვის ღირსებას, სამშობლოს, სიყვარულს და ქრისტიანულ ფასეულობებს დააყენებს. დღეს საქართველო არანაკლებ რთული გამოწვევების წინაშე დგას, ვიდრე გასული 3000 წლების მანძილზე. მშვიდობის, ღირსების, სუვერენიტეტის, ქრისტიანული ფასეულობებისა და ქვეყნის ნათელი მომავლის დაცვა ახლაც მუდმივ სიფხიზლეს საჭიროებს. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ამ თვალსაზრისით საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება. როგორც არაერთგზის სიტყვა, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არის ერთგვარი რეფერენდუმი, სადაც ჩვენი ქვეყნის თანამოქალაქეებს უწევთ არჩევნების გაკეთება ომსა და მშვიდობას შორის, მონობასა და თავისუფლებას შორის, მორალურ დაცემასა და ქრისტიანულ ფასეულობებს შორის, ბნელ წარსულსა და ქვეყნის ნათელ ევროპულ მომავალს შორის.
ამ არჩევნებზე ჩვენ გვაქვს ბევრად უფრო დიდი ამოცანა, ვიდრე ეს მხოლოდ მისი მოგება შეიძლება იყოს. ქართული ოცნების ამოცანა მოვიპოვოთ საკონსტიტუციო უმრავლესობის თვალსაჩინო გამარჯვება, რაც საქართველოს არა მხოლოდ მოკლევადიან, არამედ გრძელვადიან ეროვნულ ამოცანებსაც წარმატებით გადაჭრის. გუშინ ჩვენი გუნდის სახელით გავრცელდა ვრცელი განცხადება იმის შესახებ, თუ რისთვის გვესაჭიროება საკონსტიტუციო უმრავლესობა და ჩვენი პოზიცია დღეს კიდევ ერთხელ მინდა თქვენს წინაშე განმარტო. პირველ რიგში, საკონსტიტუციო უმრავლესობა ქართულ ოცნებას სჭირდება ნაციონალური მოძრაობის გასასამართლებლად. ჩვენ გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოვაშოროთ ქვეყანას მძიმე სენი, რომელიც მას უკვე 2 ათწლეული არ ასვენებს. ჩვენ წამოვიწყებთ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც როგორც ნაციონალური მოძრაობა, ისე ყველა მისი სატელიტი და მემკვიდრე პარტია აიგრძალება, რისთვისაც ყველანაირი სამართლებრივი საფუძველი არსებობს. ნაციონალურ მოძრაობას ჩადენილი აქვს უამრავი დანაშაული საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მათი ხელწერა იყო ავტორიტარიზმი, ადამიანების მკვლელობა და წამება, ბიზნესის რეკეტი, ტელევიზიების მიტაცება, არჩევნების გაყალბება და მრავალი სხვა დანაშაული, რომელიც არ შეიძლება დაუჟელი დარჩეს. 2008 წელს მათ ჩართეს საქართველოს ომში, რამაც ჩვენ ქვეყანას ტერიტორიების 20% დააკარგვინა, 400-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა და 30,000 ქართველი დევნილად აქცია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კრებსითი ნაციონალური მოძრაობა საქართველოს დღესაც არეულობისა და ომისკენ ეკაჩება. რის გამოც მათი გასამართლება ახლა სულ სხვა აქტუალობას იძენს. ჩვენ არ დაუშვებთ, რომ ქვეყანა მუდმივად დანაღმულ ვერზე იაროს. ამისთვის კი ნაციონალური მოძრაობის გასამართლება აუცილებელია. ...26 ოქტომბრის არჩევნები უნდა იქცეს ნიუნბერგის პროცესად ნაციონალური მოძრაობისთვის, სადაც ქართველი ხალხის საკონსტიტუციო უმრავლესობა უსამშობლო პოლიტიკოსების ამ ერთიანობას ყველანაირ ანტისახელმწიფოებრივ დავალებაზე ხელის მომწერ უცხოურ აგენტურას სათანადო განაჩენს გამოუტანს. საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების პირობებში კრებსით ნაციონალურ მოძრაობას დამსახურებული სასჯელისგან ვერავითარი გარემფარველობა ვეღარ გადაარჩენს. საქართველოში ჯანსაღი არჩევნები მხოლოდ მას შემდეგ ჩატარდება, რაც პოლიტიკურ სისტემაში კრებსით ნაციონალურ მოძრაობას პატრიოტული პოლიტიკური ძალები ჩაანაცვლებენ. მეორე მიზეზი, რატომ გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა. საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემდეგ ქართული ოცნება მიიღებს კონსტიტუციურ კანონს ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ, რომელიც LGBT პროპაგანდას და ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის სხვა გამოვლინებებს დაუპირისპირდება. საქართველოში კონსტიტუციის დონეზე აიგრძალება ერთსქესიანთა ეგრეთ წოდებული სამოქალაქო პარტნიორობა, LGBT წყვილის მიერ შვილის აყვანა, სქესის შეცვლის ოპერაციების ჩატარება, მედიაში თუ სკოლებში LGBT პროპაგანდის წარმოება და სხვა. ანტიქრისტიანული ძალები ცდილობენ ერებს, სახელმწიფოებს და ადამიანებს ყოველგვარი იდენტობა წაუშალონ. მათი მიზანია ადამიანი იქცეს ღირსებისა და მორალისგან დაცლილ არსებად, რომელსაც არ ექნება არავითარი ეროვნული, რელიგიური თუ პიროვნული იდენტობა. ადამიანმა დანამდვილებით ისიც კი არ უნდა იცოდეს, კაცია თუ ქალი. ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას უკვე აქვს უმძიმესი შედეგები მრავალ ქვეყანაზე და ამდენად საქართველოში მის გავრცელებას პრინციპულად უნდა დაუპირისპირდეთ, როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს გარედან ზეწოლა ამ საკითხთან დაკავშირებით. მესამე, დღეს სოფლიოში და ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ვითარება დინამიურად იცვლება. ნებისმიერ დროს შეიძლება დადგეს დღის წესრიგში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი, რა დროსაც საქართველოს კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა გახდება აუცილებელი. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პირობებში უნდა გადაისინჯოს ქვეყნის მართლობის სისტემა და ტერიტორიული მოძღვრება, რაც კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელების გარეშე შეუძლებელია. კრებსითი ნაციონალური მოძრაობა ასე დროსაც კი აუცილებლად ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ წავა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას წინაღობას შეუქმნის, რისი დაშვებაც არ შეიძლება. შესაბამისად, ქართულ ოცნებას შემდეგი მოწვევის პარლამენტში უნდა ქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რათა საჭიროების შემთხვევაში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის აუცილებელი საკონსტიტუციო ცვლილებები დაბრკოლების გარეშე განახორციელოს. როგორც წერილში აღნიშნეთ, არის კიდევ ერთი მეოთხე საკითხი, რომლის კონსტიტუციით მოწესრიგებასაც
საქართველოს თვითმყოფადობისა და ეროვნული ფასეულობების დასაცავად უდიდესი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს. თუმცა ამ საკითხზე კონსულტაციები გრძელდება და მასზე ჩვენს პოზიციებს უახლოეს მომავალში გაგიზიარებთ. ბოლოს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არის კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ქართული ოცნების მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას საჭიროებს. ყველაფერი უკან დაგვშება თუ საქართველოს მშვიდობას ვერ შეინარჩუნებს. საკმარისი ერთი პატარა შეცდომა და შეიძლება ქვეყანა საერთოდ დავკარგოთ, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვათ. რეგიონში ომი მომავალ წელს აუცილებლად დასრულდება. შესაბამისად, თავარი ეს რამდენიმე თვეც გავძლოთ. საქართველოში არეულობა და მეორე ფრონტის გახსნა არ დაუშვათ. ქვეყანა შევინარჩუნოთ და როგორც კი ომი დასრულდება, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს უკვე ვერავინ და ვეღარაფერი დაემუქრება. რაც უფრო მეტ ხმას მიიღებს ქართული ოცნება 26 ოქტომბერს, მით უფრო გამტკიცდება მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში. მით უფრო მშვიდი იქნება ნოემბერი და დეკემბერი, მით უფრო მშვიდი იქნება მომდევნო 4 წელიწადი. მით უფრო ნაკლები დაბრკოლება შეექმნება ქვეყნის საერთო წინსვლას და საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას. ასევე მით უფრო მალე გადაიტვირთება ურთიერთობები ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. სწორედ ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდოთ თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს, რომლისთვისაც ძვირფასია საქართველოში მშვიდობა, ქვეყნის სტაბილურობა და ტრადიციული ფასეულობები. 26 ოქტომბერს გამოვიდეთ ქუდზე კაცი და შევქმნათ მყარი ფუნდამენტი საქართველოს ეროვნული იდენტობის დასაცავად, ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლის უზრუნველსაყოფად. კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდოთ თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს, ვისთვისაც ძვირფასია ქვეყანა. გადადეთ ყველაფერი და გამოდით არჩევნებზე. გვერდზე გადადეთ ყველანაირი ვიწრო პოლიტიკური საკითხი, რადგან ამ არჩევნებზე არა პოლიტიკის, არამედ ქვეყნის გადარჩენის საკითხი წყდება. ყველაფერი ჩვენს ხელშია. საქართველოს ბედი ჩვენს ხელშია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანა გადავარჩინოთ და მომავალ თაობას სამართავად თავისუფალი, დამოუკიდებელი, ერთიანი და ძლიერი საქართველო დავუტოვოთ. საქართველო აქარი ჩემო სიამაყე ჩემო სადარდელო ჩემი საქართველო აქარი მეცაკ ჩემი ხარ